გამარჯობათ ხალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გამოშვება. ჩვენთან დღეს ისევ სტუმრად არის ბატონი პაატა აბულაძე, ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამარჯობათ ბატონო პაატა. გამარჯობათ. ყოფტეხეთ ერთი ამბავი. აი ზუსტად მაგი მინდოდა თქვენთვის მეთქვა, წინა ჩვენი გადაცემა ნამეტანი ხმაურიანი გამოდგა და რა თქვენ რას თქოდით ამასთან დაკავშირებით? უყურე. ხმაური კი არა, ხმაურად უატყდა გეტყვი ახლა. ხმაური იმიტომ ატყდა რომ პირდაპირ ღიად ხალხის გასაგებ ენაზე თქვი ის რაც ყველა მიცოდა. ახლა ხმაური ატყდა, ახლა ხო იცი როგორ რა დამიტრიალეს. იმას კი აღარ ამოს რომ თბილისის ომში არ ვიყავიო ეს ხაინდრავა. ამით დავამთავრეთ ხაინდრავას ახლა აღარ მცალია მაგი ესე იგიო, ესეთი ის არის რომ მეო ესე იგიო რა, ესე იგი აბულაძეც იყო იქაო ოფიციალურად გეუნებით. ყველა დოკუმენტი გამაჩნია მაგის. თბილისის ომის დროს ფიზიკურად საქართველოს ტერიტორიაზე არ ვიყავი, უფრო მეტად საქართველოს მოქალაქე არ ვიყავი. ფიზიკურად არ ვიყოფებოდი საქართველოში. ვომობდი ერთ-ერთ ცხელ წერტილში, იციან ჩემს სამეგობრომ სადაც და რო დავიჭერი იქა, ჩამოვედი და ზუსტად 4 თვეში დაიწყო აფხაზეთის ომი. ანუ თბილისის ომი და სამეგრელოს ეგზეკუცია კაი ხანის დამთავრებული იყო უკვე. ამიტომ ვეუბნები ახლა ხაინდრავას ძმაკაცებს და იმ ექსპერტებს, ეს მეცნიერებათა დოქტორები რო გახდნენ, ტყუილად ნუმტენით მაგას. ისტორია ბალეზნი როგორ არის ქართულად, აი იქ წერია ყველაფერი. როდის ჩამოვედი, როდის გადმოვლახე საზღვარი და საერთოდ როდის გავდი საქართველოს მოქალაქე. ავადმყოფობის ისტორია ჩვენ. ხო, ავადმყოფობის ისტორია. არამიანში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ნახოთ. არავინ არ გიმალავთ მაგას. ამიტომ მაგ თემა არ გამოგივათ. ამიტომ მე თხოვნა მაქვს, დიდი ჩესტია უკვე ხაინდრავასთვის, მაგ ქართველთ მოძულესთვის, რომ კიდე ერთი გადაცემა დავუთმოთ. ყველა საქართველოში ქართველმა და არაქართველმაც იცის ვინ რა არის ეს ერთი. ეხლა გადავიდეთ რომ ეს აიტაცა თენგო ლიბერასტებმაც. აჰა. ხო, აი თავარი ტაბულა ეს ტალიაშვილი რო ავანტყოფი. კი, თითქმის ძალიან ბევრი მარხზე ვნახე, რაღაც პატარა მონაკვეთი მაინც. ხო, ეს ავანტყოფი ეს ტალიაშვილი, მაგას მაპატეთ, მაგრამ იბანუც ვეძახი ხოლმე ადრე. ხო და ესე იგიო, კაცო ისაო რა ქვია, აგეო კალაძის და ნარკომანიაო და რავი ახლა რავი მთელი 90 წლები, რა ვიცი, ნარკომანია 90-იან კი არა, ახლაც მოწალეკა ნარკომანია ვერ ხედავთ. მთელი ერთი თვე მიდის თითქმის სამხედრო ოპერაცია ამ ნარკომანის წინააღმდეგ ჩემგან გაგიკვირდათ? რა ვთქვი ახლა ახლა? თუ თქვენ თავრობას, თქვენ სოდომიტური მთავრობა რო იყო მისავ დროს არ აყავთ დაჯარიმებული ნარკოტიკზე? ამიტომ იკითხულობდა თქვენ რა, თქვენი ყოფილი თქვენი წევრი იყო, ხო ეს სახელმწიფოებაც აღარ მინდა მაგის. თქვენი მინისტრი იყო, ჩემი კი არა, კაცო. თქვენი მინისტრი. თქვენთან ერთად მოვაწყო ქვეყანაში უბედურება ვარდების რევოლუცია. რამე ახალი თქვი? თქვენი წევრი იყო უბრალოდ მე გადმოხდა აქეთ და იმის მერე შეჯავრებული იყო, თორე იგივე თქვენიანია მაგით. არსით, ბუნებით, იგივე რუსოფობია, როგორც თქვენ ახართ, კაცო. ისე რომ ხო იცი როგორ ის მიბმაუნდოდათ. აგეო კალაძის სიძო, იმას კი არა პატაბულაძეო. ვითომ ახლა კალაძეს ამის ჩრდილს აყენებენ, რა ის აყენებენ? ხო, ეგრე გამოდი. რა ის აყენებენ? სახელ და გვარად არ მოგიხსენია და მოგიხსენია კალაძის. ხო, ავანტყოფები. კიდე გამი, ავანტყოფები არიან ეგენი სულ ყველა. კი არ მალავრამეს კაცო. და ამიტომ ცოტა ერთი შედეგი გამოიღო, ბატონო თენგოს, ერთი შედეგი გამოიღო ჩვენმა გადაცემამ, აშკარაა, რომ ესე ღიად უკვე არაბიზაციას სახელმწიფო ექსპერტები ცოტა ერთი ადგილის მოუჭირეს. კი, გასაგებია, მაგრამ აი მაგასთან მინდა ერთი რამ შეგეკითხოთ, რომ რაღაც გონიოში ფათიფუთია და რა ხდება? რა ხდება? მუშაობები, ტრაქტორები, ყველაფერი, შენობლები დაწყებულია.
იმ წყლეთია ხო ის? წყლეთი კი არა კაცო იქ. აქეთ აი სადაც აკეთებენ ქალაქს რა. აი იქაც კი უკვე მიწებს ყიდულობენ და თელი ამბები, თელი პროცესი დაწყებულია კაცო. მე გეუნებით ერთხელ, აი ვეუნები ხალხს საზოგადოებას. ეს ფონჯალაში. ხო, აი ფონჯალაში, ცაცა ორი ქალაქი ხო უნდა? ყველგან დაწყებულია, ერთგან მიწებს ყიდულობენ. ფარტია შესაძლოა შედი. ხო, და მე იქ გონიოში უკვე დაწყებულია. ერთი რა მაინტერესებს, ვინმე მიცის? მარტო არაბული ფულია, თურქული ფული არ არის? ვინმე იცის რა ფულია საერთოდ? ვინმე საერთოდ იცის რა ფულია? არც მე არავინ არ ვიცით კაცო, ეს რა უბედურება გჭირს საერთოდ. კიდე გავაგრძელოთ, მაგრამ სხვა მინდა რამე გითხრათ. უყურე რა. აი, რა მინდა გკითხოთ, გაასაჯაროვეთო ისო, რაც არის ხელშეკრულებაო და კი გავასაჯაროვებთო და გასაჯაროვებაში წერია რომ საიდუმლოა. მაგარი გასაჯაროვება. ეგ როგორი გასაჯაროვება? თან მაგარი გასაჯაროვება ეგა. მე მაგაზე ვილაპარაკე, მე თუ მკითხავ როგორც ქართველს, როგორც ჩემი ისტორიის, როგორც გენეტიკურად ქართველ ადამიანს. ნაკლებად მაინტერესებს იქ შეგით რა წერია. ვინც ამბობს გაასაჯაროვებ, მე არ ვეხები პოლიტიკოსი, შეიძლება პოლიტიკურ პარტიების ლიდერებს რაღაცა ჭირდებათ სასამართლოში, სამართლებრივად დავისთვის და აბსოლუტურად მისაღებია ეგ ჩემთვის, კაცო. შეიძლება იმათმა მოითხოვო. მაგრამ ჩემთვის როგორც ერთ-ერთი გენეტიკური ქართველის თვის ნაკლებად მაინტერესებს იქ რა ბაჯაღლო და ოქრო არ ეწეროს იქა. აი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ერთი ვიცი რომ ის ტერიტორია ხდება ყოფილი საქართველოს ტერიტორია და ამიტომ არაფრის ფასად არ მიღეს. ხო, ეს გასაგებია და აი ჩვენ ახლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს მოხდება, ის მოხდება, ეს მოხდება. კი, გასაგებია, გულთან ვისადანია ყველაფერი, მაგრამ თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ ამაში? მანდ მე ჩემებულს ხედავ. საზოგადოება დამეთახმება, არ დამეთახმება. რა ვიცი, თუ არა და თქვენ გიჟია, კაცო, ეს რას ლაპარაკობს. აი ბატონო თეგოს, ეხლა კითხვა მაქვს. 34 წელია რუსული ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩემს სახლიდან ზუსტად 36 კილომეტრია. არც მეტი, არც ნაკლები. გაზომილი მაქვს 900 ჯერ. ეს ჯარი ხო ვერ გაყვავს. ღმერთმა დაიფაროს რომ გავიდნენ. მაგრამ აი ხო ვერ გაყვავს. მაინც ვერ გაყვავს. ბიჭო. აი თავრობა ამბობს რომ აი ეს პროექტი არის ოქრო და ბაჯაღლო. მოდი დავაზღვიოთ რა ქვეყანა. ეხლა ატყდება ერთი ამბავი. შემოიყვანოთ რუსული ჯარი. ერთი ჩავაყენოთ თურქეთის საზღვართან და მეორე ჩავაყენოთ ახალციხის საზღვართან და აშენოს რამდენიც უნდა. ხატზე დავიფიცავ, როგორც კი მაგ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, ის არაბები ჯერ შემოუთვლენ იქიდან, თქვენ მანდ ანონიზმით ხო არა ხართ დაკავებული ქართველებიო. ის პროექტი ეგრევე ჩავარდება, იმიტომ რომ მიზანი რაც არის, ზუსტად მაგას ურტყავს იქ რუსების ჯარის ჩაყენება. კიდე გეუბნებით, ხო პროექტთან საერთოდ ახლოს ერთი თურქეთის საზღვართან ჩავაყენოთ, მეორე ახალციხის საზღვართან. რა არის პრობლემა? მაინც ვერ გაყვავს, მაინც აქადგანან. ბიჭო, სიკეთი მაინც ნახოთ იქიდან. ვისი ოცნებაც აგაქვთ ქართველებს და ვერ აკეთებთ. ხო მაინც ვერ აკეთებთ. ბიჭო, მაინც რაღაცა ქვეყანას წარდგება მაინც რა. დავაზღვიოთ ქვეყანა. ანუ ახალი არაფერი არ არის. დგას 5 აქა დაუშვათ, 1-5 მეტრი იქ გადავწიოთ რა. აშენონ რამდენიც უნდათ. მაგრამ მე აი ხარ გეუნებით. ხატზე დავიფიცავ, როგორც კი მაგ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეგრევე საუდის არაბეთი თუ რაც არის, ეგრევე შეწყდას მაგ პროექტს. რატო იცი იქ სხვა რამეა ჩადებული პროექტში. ის პროექტი რო გახორციელდეს, აქ ესენი არ უნდა იდგნენ, კაცო. თქვენი აზრით რა არის მაინც თუ ოდნავ მაინც იცით ან მაგაზე ლაპარაკობს? ეჭვი გაქვთ მაინც. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კიდე ერთხელ გეუბნებით. მანახეთ, აი კიდე უბრალოდ არ მიყვას ერთი და იგივეს გამეორება. 101 აქ თქვენთან რო 6 მილიარდი ჩადება უნდა. აფრიკის კონტინენტზე 111 მილიარდი ჩადო. მე ჩემ პასუხს რო არ დაელოდოთ, კაცო. ეს დედაატერებული ნახეთ კომპიუტერში იქნება თუ სად ჯანდაბაში იქნება. შედით ერთი აყვავებული, დასაქმებული
ვიღაც აფრიკელი გამოვიდეს და თქვა ასე რომ ღმერთმა გააშენოს არაბები აქცეულები ვიყავით და ავშენდით. შეგიძლიათ ერთი ქვეყანა მომიყვანოთ. ეგეთი არ არსებობს კაცო. იმათ აქ ერთი ესეთი თემა. კი, გასაგებია და უბრალოდ ეხლა მომივიდა რაღაც აზრად და რაღაც დავაკავშირე და ეგ შეიძლება ამასთან არის კავშირში, არ არის კავშირში, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ასე მგონია, სანამ ეს პროექტის შინაარსი გახდებოდა ცნობილი, მანამ რამოდენიმე დღით ადრე თუ თვით ადრე ერდოღანმა რო განაცხადა ის რამე კავშირი ხო არ არის ამასთან ერთად. ყველაფერს ფიქრობ მე კიდევ ფიქრობ, რომ მან მარტო არაბული ფული არ ადევს. მან მარტო არაბული ფული. მე აი კატეგორიულად წინააღმდეგი არა ვარ, მაგალითად საქართველოში ცხოვრები სხვადასხვა ერების. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სარწმუნოების არა ვარ, მაგრამ უბრალოდ შემოსულებს ვერავიდან. აქ ცხოვრობს და დაბადებულებს ყველა შემოუძლებს ჩემი თავი, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერავიდან ახლა მე თურქების ჩამოსვლა საქართველოში გადმოსახლებას და არაბების ჩასახლებას და ეს რა გამოდის ცალკე ნახევარ კუნძულივით გადაეცემა მუსულმანურ ქვეყანას. სამუდამოდ. უყურეთ, მაგაზე ბატონო თომის ვილაპარაკეთ და ეს არის კიდე გეუბნებით, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე. გადაჯიშების, მე თქვენ გეტყვით, მიდრეკილები არა ვართ გადაჯიშების თუ რა? ძალიანაც კარგად ავართ მიდრეკილები. ისტორიულად ავართ ჩვენ გადაჯიშების მიდრეკილებისკენ. ჩვენი კაი არასდროს არ მოგწოს, ყოველთვის სხვისი კაი მოგწოს. ესეთი ხალხი ვართ საერთოდ ჩვენ. და შესაბამისად თუ ვისჯებოდით ღმერთისგან, მაგრამ ამასაც როგორ ვფუთავდით? ყველა ჩვენ გეუბნება. ბიჭო, რავა ყველა ჩვენ წინა ყველა მართალი, ყველა ტყუანია ჩვენს მიმართ. იქნებ რაღაცა გჭირს ჩვენს კაცო. ბიჭო, აგერ მოხდა მონტენეგროში. აგერ ესა თქვა ხალ, ბიჭო, მონტენეგრო რატო გაყარა ეგენი? არ მინდაო, რატო უთხრა კაცო? აი ამ არაბებს უთხრა უარი კაცო. მაგათ ეგენი რა ჩამორჩენილები არიან და თუ როგორია ეგ საქმე კაცო. აქ ეხლა რა პროცესი დაიწყო კიდე ეხლა ამასაც ხაზი გავსვას რო არ დამავიწყდეს. უყურეთ რა. ლიბერალური პოლიტიკურ სცენიდან პრაქტიკულად გასულია ლიბერალები. ხო, ლიბერალები გასულები არიან. აი ეგ რა სადღაც პულსის არ ეშინჯებათ. ეხლა შემოდიან კონსერვატორები, ეს ახალგაზრდა ბიჭები და აქეთ არის კიდე ესე ვთქვათ სახელისუფლო ექსპერტები და მათთან მიკედლებული ესე ვთქვათ არა ლოიალურად განწყობილი პარტიებიც. მაგრამ ის კი არა ხალხის ჯანია თუ რა ქვია იმას, ხალხის ძალა კაცო. ხო, ეგენი მაგინე არ ამყავს ხედულობაში. ეხლა ესენი ერთი ამათ აქვს ერთი ეთერი, იქით ჯორჯენტი ხა დღეს უსმენდი, არა დღეს თუ ჩვენ იმაზე უსმენდი და ესეთი რაღაცა გაჟღერდა რომ ესე იგი კონკურენცია დაიწყო ვინ შევა პოლიტიკურ სცენაზე. ეს კონსერვატიული ფრანგი თუ ხელისუფლებასთან ასოცირებული დაახლოებული საექსპერტო პარტიები თავის ექსპერტებით. ახლა აქეთ ვინები არიან? აი ნეიტრალიტეტი მინდა რო ამბობენ, სიგიჟეს რო ამბობენ. ერთი. და კი აი ესეთი ხალხი, რა აღარ მინდა სახელი, რაგან ისინი არ ამბობენ და მეორე პრიშში მელაპარაკებიან, მეც ესე ვიტყვი. პატარ-პატარა პარტიებია. ხო, ნუ აი ეს თელი ეს წლები ხაიაზე რო ცხოვრობდნენ რა. და მოკლედ. ხო და ახლა ფიქრობ მე კაცო ჩვენ ამდენი წელია აქ ავართო და ესენი ახალი შექმნილები არიან და და დაუწყეს ეხლა ამათ ჯახი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო. კონსერვატორებიც ისე რა ბედი მაგაცო. კონსერვატორები ცალკე მაგინებენ. სახელისუფლო ექსპერტები ცალკე მაგინებენ. ლიბერალები ცალკე მაგინებენ. აი რო იტყვენ ვისილო ჟივუ რა. ხო, მაგრამ სიმართლეს მაინც ვიტყვი კაცო როგორც არის. ამ ახალგაზრდა ბავშვებს არ მიწყენენ ახლა იმიტომ შვილი უცხოში შვილი მყავს მაგეთხელა ფაქტია რომ საქართველოს უახლოს ისტორიაში გარდატეხა მოახდინეს კაცო ვიღაცას მოგწონს მე გეუბნები არ მოგწონს ფაქტის კონსტატაციას გეუბნებით რა მახსენდება ისი აი კონცლაგერში ერთი ფილმია გერმანული ფილმი იყო და ერთმა კონცლაგერის ებრაელმა რა პატიმარმა
მოკლა ბუნტი ატყდა და მოკლა გერმანელი რა. და ეს დგას ესებრალი და გაუცებულია. ხო და ის უყურებს რა. რატო გაჩერდიო და ესენი კვდებიანო? ანუ ხვდები? მისი აზრო იმდენად იყო დათრგუნული? ვა ესე იგი შეიძლებაო. რომ მოგდესო. რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, არასდროს არ დაუვიწყეთ, კაცო. მათ ქუჩა გატეხეს, კაცო, ლიბერასტული ქუჩა გატეხეს. ვიღაცას მოსკიდეგონები, რასაც ეგენი მემაგინებენ, ერთი უნდა ნახო რა. მაგრამ სიმართლეს არასდროს არ დაუკარგავ არასდროს. იმიტომ რომ მე ჩემი გზა მაქვს და მე ვიცი ჩემი ცხოვრება ხვალ ეგ როგორ იქნება. ამ ბიჭებმა ის გატეხეს, რომ პირველი რომ ქუჩაში, აი ეს 5 ივლისი ყველაზე საამაყო დღე 30 წლის განმავლობაში რაც არსებობდა ეს 5 ივლისია რა. აი მაგათი შიშით ვერატარებდნენ იმას რა ქვია გეი რაღაც მამაწაღლებს. ამიტომ ეხლა უყურე ესენი გინდა არ გინდა ეს თაობა წამოვიდა ახალგაზრდა თაობა რომელიც მოდის მაგრამ აქ ზის თაობა რომელიც უკვე ჩამყაყდა კაცო. მათგან დამოუკიდებლად ეს ბავშვები გაიზარდნენ და გზის დათმობა არ უნდათ რატო იცი რა კაცო მე ამდენი ხანი აქ ვარ და მეც მე მეკუთვნის ამ ტორტის ნაჭერიო. თუმცა ეს 34 წელი ამ ბავშვებს ამათმა დაახვედრეს კაცო. რომ ამ ბავშვებს ეს ჭირდებოდათ რომ ეს კაცი კაცთან ჩუდიაო აი ამის ტკიცება რომ დაჭირდა ბავშვებს ხო უკან დახევაც არ უნდათ. რატო თქვენ გაგეკეთებინათ 14 წელი რას იყავით ჩუმად კაცო. ვინმე გიშლიდათ ხელს პირიქით. მაგრამ ეს რატო წავიწყე? ეხლა დაიწყო კონკურენცია და ქვეყნის ბედზე თამაშობენ კაცო. ეს არაბიზაციაო, ესო რადიკალიზმიო, ეს რა რადიკალიზმია შეუპატრონო, შესაწყალო შემართლა. ხვალ რო რაღაცა შენ მიშველი, ხვალ რო აქ უბედურება დატრიალდეს? თემა რა არის, იცი? უყურე ეხლა დაინიშნა აქციები 30-ში პატრიოტ ალიანსის 7 დეკემბერს კონსერვატორები, ხო ეს კონსერვატორებში. ხვალ შენ რო დანიშნო თენგო, შენთანაც მოვალ. მარტო იმიტომ მოვალ, რომ იმ არაბს უთხრა, კაცო. ეს თვალობა დღეს არის, ხვალ აღარ იქნება, კაცო. და იცოდეო რა. აქ პატარა ელი ვარ და ხვალზე რა შეიცვლება, არავინ არ ვიცით. ტყუილი არ ჩაყარო, ფული და მე არა თქვა რა, რომ მე არ ვიცოდი და ისეთი ისე არ გამოგივიდეს, რომ გეთქვათ ქართველებო თუ არ გინდოდათ და არავაშენებდიო. ეს მარტო ამის გულისთვის მივალ, იმათ უთხრა ძმაო. ეს დღეს არის 4 წელია თუ ხო რამდენიც არის რა და ხვალ რა მოხდება არავინ არ იცით და ჩემ შემთხვევაში ქართველი ხალხიდან წიაღი და როგორც კი წამოვა ხელისუფლებაში ეგ პროექტი დამთავრდება 24 საათში. ამიტომ ეხლა თქვენ გადაწყვეტეთ მან და გიღირთ ესეთ ქვეყანაში ფულის ჩადება? მარტო ამისთვის არის საჭირო მისვლა. იქა. გავიგე, მე ხო უთხრა მე დავწერ კიდე უნდა ავამძუო ყველაფერი დღეს მეთქი. ეს არ არის კიდე გეუბნებით პოლიტიკურ საკუთრებას, ეს არ არის ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, ცუდია, კაია, გამჭვირვალობის კანონი მიიღეს, ცუდია. ამაში არც ჩავრეულო, არც ჩავერები და მაპატია და ბოდიშვილი, ფეხებზეც მკიდია ეგეთი რაღაცები მე. აბალშომ რო ავიღოთ. ყველაზე ნაკლებად მეხება მე ეგ პრობლემა ღმერთმა გარდა იმისა, რომ ემოციურად მიყვარს ეს ქვეყანა. ხო, თორე შვილები, ძმისშვილები ყველა რუსეთში ყავს. თქვენი კითხეთ, ახლა შვილები რო ყავთ და რა ელოდებათ ხვალინდელი დღე. დაჟე მე გითხარით თენგო მაშინ, წინა გადაცემაში. ისეთი კატეგორიის ხალხი მირეკავს და უერთდება იმათ, რუსთაველიდან რო ვერ გამოაგდებ. კი, არის ბევრი, ეგეთ კატავირიო რა, ესე ამ თმები არა მაქვს, მაგრამ გავგიჟდი რა. რატო ეგ ხო მარტო პოლიტიკური საკითხი საერთოდ არ არის. ეგ არის უკვე ადამიანური საკითხია, ქართველური საკითხია. თენგო უყურე მან როგორ თემა იცი? ხელისუფლებას ვერ დაუპირისპირდება რაღაცა უხეში ძალით. რატო იცი? რა სიტყვის იმ პოლიციას? რა სიტყვის? რატო ცემო ეს ბავშვები? მითხარი რატო ცემო? რა პიდარასობა უნდათ? ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ? თუ რა? პროსტო გავნებიათ დამტოვე რა ქრისტიანად კაცო. ნუ შემიწყვიტა 1700 წლიან ქრისტიანობას. ამის გულისთვის როგორ ცემო, კაცო? მეც მრევლი ვართო. ამას რა თქმა უნდა ეხლა ლიბერალური სააგენტოები კაცო წაიღონ, ხო კაი პიარი გაუკეთე. მაგრამ უყურე რატო გეუნებით ხალხო?
თემას როცა ამას ლაპარაკობ, ამას არ შეხედოთ, რომ რაღაცა კანონის დონეს გაანებით ეგეთ სიგიჟეებს თავი კაცო. გაანებით იმეს თავი რომ ეს რუსეთის აგენტია, კაცო, თუ გინდა იმის აქვია, კამბოჯის აგენტი, მაგაზე კი არა, მაგით რა, ამ ქვეყანას გადაარჩენ რომ მაგას მეუნები. ჩემი რაც თქვენ მკითხეთ, გამოსავალი ერთადერთი გამოსავალი მე ეს მიმაჩნიეთ. მე იმას ანიშნავს, რომ უნდა დამთახვდეთ. მე გეუბნებით, ხელისუფლებას ვეუბნები. ქვეყანა ისტორიულად დავაზღვიოთ, ისტორიულ ხანგრძლივობაში დავაზღვიოთ. აი თუნდაც 300 წელი, როგორც იყო კაცო. რამაც მოგცა 600.000 ჩავბარდით, მოდი ესე ვთქვათ, ჩავბარდით ამ რუსებს, რამაც მოგცა უსაფრთხოების გარანტია და ამ უსაფრთხოების გარანტია მოგცა ჩვენ მერე გამრავლების საშუალება, ინტელექტუალურად განვითარება, ვერ მეტყვით თქვენ დედამიწისზე კაცობრიობაში რამე ისეთი გიგანტური გამოგონება მომხდარიყო, რომ იქ ქართველის ხელი არ იყოს გარეული. ამიტომ როცა შენ გარანტირებულად და ტერიტორიულად ჩვენ გენეტიკურად ყოველთვის მაგის საფრთხის წინ ვიყავით რა, წინაშე ვიდექით ისტორიულად ჩვენი გადაჯიშების, ტერიტორიების დაკარგვის, სახელმწიფოების დაკარგვის სვამის იმაში გაატარა თელმა ქართველმა ერმა. როგორც კი ეს საფრთხე ჩვენ მოგვეხსნა 300 წლის განმავლობაში, ქვეყანა გახდა 5 მილიონი ნახევარი და კიდე გეუბნებით, იმდენი კაცობრიობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აი პაწუა ერთს. მე ამის მამინდა ვეუბნები ხელისუფლებას, ქვეყანა დამიზღვიეთ რა, თქვენ რომ არ იდგეს და დაძახება გჭირდებოდეს კიდე ხო? შენ ტერიტორიაზე უკვე დგას, კაცო ეს რუსის ჯარი. იქამდე არ ეთკინა არაფერი ამ ჩემ ქვეყანას, თქვენ იქიდან ეგენი არ გაიყვანოთ, კაცო. არ გეტკინათ ისე არ ეთკინათ ჩემ ქვეყანას არაფერი, თქვენ ისინი აქედან არ გაიყვანოთ. ქვეყანა დააზღვიეთ რა. ერთი ჩავაყენოთ იქა, მეორე სო მორჩა. პრობლემას გეტყვით რა მოხდება. აი ახლა ვიგეუბნებით. ეგრევე შეწყვეტს არაბები ამ პროექტს. მათ ეს პროექტი უკვე მაგ შემთხვევაში აღარ აწყობთ. თურქეთთან სიახლოვე აწყობთ. ხო, ნუ ეს რამდენად აწყობდა იმათ რა. ჩემი აზრით მე ერდოღანი ტყუილად არ გააკეთებდა იმ გაცხადებას, რომ უნდა ჩავასახლო თურქები საქართველოშიო. რაღაც ასე მგონია, ამას ეს დაემატა. აი, საერთოდ მივექანებ ნამდვილად აღარ იცი. ბატონო თეთრი, ახლა უყურეთ. თურქებს ჰქონდათ იმედი, რომ სასონხეთს მოჭიმავდნენ და ჩერეს ზანგეზურით სახმელეთო იმას გზას გაჭრიდა აზერბაიჯანთან და ჩერეს აზერბაიჯანი თურქმენეთით და იქით წავიდოდა თავის თურქულენოვან იმასთან. თუმცა მაგის არც რესურსი აქვს პრინციპში და არც ეკონომიკური საშუალება, მაგრამ მაინც როგორც არის განანებით, თავი აი ეს ვერსია ავიღოთ ბრიტანელების როგორც ჰქონდათ. ნუ მაგი დამოუყირავა ჩინეთმა და რუსეთმა, ეგრევე გააძლიერეს ირანი, მართლა გააძლიერეს შეიარაღებით და აი ახლა სანამ ჩვენ აქ ლაპარაკობთ 11,000-იანი უბრალოდ ჯარი უდგას ზანგეზურის კერძოთა და ეგ პროექტი დაიხურა. ერთხელ და სამუდამოდ დაიხურა. დარჩა მეორე პროექტი, ერთადერთი გზა, რომ სახმელეთო გზა გაიჭრას საქართველოსთან. ხო, საქართველოსთან. ამის მერე იწყება არაბიზაციის, ესე იგი როგორც გვეუბნებიან, ესე იგი ეკონომიკის განვითარების არაბიზაცია. კითხვა მე არაბული ეკონომიკის განვითარება. და უყურე რა და ამის მერე თუ გუშინწინ აი ყო ერთმანეთს მივაბათ რა გუშინწინ აი ყარაბაღის აღების წლისთავი იყო და თურქეთმა სამხედრო აღლომი ჩაატარა ბაქოში. გადის რამოდენიმე დღე და ნატოს სამოლოდი ვარდება სიღნაღთან. ხო, საქართველოში. ჯერ ესაც კაი ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტი სამხედრო თვითმფრინავით. ხო, სატვირთო. ახლა უყურე ჯორჯიან ტაიმსის ექსპერტები ხო გლიჯავენ ვაფშე. ეგაო რუსებმა ჩამოვაგდესო. საიდან მოიტანეს? როგორ სადაადგინეს? ესაო თანაც მაგას თვითონ თურქეთი არ ამბობს რომ რუსებმა ჩამოვიდეს ახლა იმათმა იციან, იმათმა რო იციან იმის თანა უნდა.
თანაცო დააკვირდით როგორ მოდიოდაო თითქოს ისინი მყავდნენ რა სამხედრო ექსპერტები ესეო მოდიოდაო ზიგზაგით ეგაო ჩამოვარდნილი არა ეგაო ჩამოგდებულიო ჯერ იქნებ სანამ მაგას დააბრეხვებ მაგის მეტი რა ყრია კაცო ამ ინტერნეტში შედი და ნახე ჩამოგდებული სამოლოდი როგორ ვარდება მე ნახე შიგნით რომ რაღაცა პრობლემა ხდება სამოლოდი რო კარგავს დინამიკას ხო წონასწორობა აი რაღაცა ილღო ხო დაუშვეთ ხო მე რა მანევრებს აკეთებს იმ წუთში როგორც კი შევხედე აგერ მე აი ხო მაგათ მოხო თქვენს რომ ვიღაცამ ჩამოაგდო მე გეუბნებით რომ შიგნით რაღაცა უფეთქდათ იმიტომ წონასწორობა დაკარგა და აი ეს ზიგზაგით მოდის რო ხდება სამალიოც ეს ეგრევე ხდება თუ არა და ეგრევე ჭკაბ და მიდის და შო ეშვება ის იმიტომ რომ ის არაგეთებს იმას უყურეთ რა მაგრამ აქ იციან აქ რასლაპა ეგა რუსებმა ჩამოაგდესო ნუ რუსოფობები რა გასაგებია ჩემი გამოსავალი მეკითხარით ვეუბნები ქართულ ხალხს არ დამეთანხმებით აცრილი ვარ იმაზე გინებებზე თქვით ეს კაცი გიჟიაო მე ესეთი გამოსავალს ხედავ მეორე გამოსავალი კიდე და რა ვიცი ჩემი აზრით გეუბნებით რომ ყველა უნდა მივიდეთ უბრალოდ მარტო იმისთვის მივიდეთ რომ იმ არაბებმა ნახონ რომ ხალხი კაი ესენი არაბებიც ხო იტყვი კაი ძმო შენ ხარ 4 წლით დავუშვით ხო კაი დაუშვათ შენი ვიღაცა მოიყვანე მე შვილობილი პარტია ჯერ ზღაპარია მაგრამ აი მოიყვანე შენი შვილობილი პარტია ხელისუფლებაში ნუ კაი 8 წელი ისო მე ხო მაინც კონფლიქტია ხალხთან იმიტომ რომ ჩვენი კულტურა მაგ კულტურასთან ვერ თანხმდებით ისტორიული ისა გვაქვს კაცო ცუდს კი არ ვამბ ესეთი ვართ ისინი ცუდებენ და ჩვენ კარგებია მაგას კი არ ვამბ კაცო იმდენი ტრაგედია თანაც 100,000 ქვეყანა ვართ კაცო 100,000 თამოჭრილი ქვეყანა ვართ კაცო ჩვენ ვერ შევეგუებით სულ რო გინდოთ ვერ აი როგორც ვერ შევეგუეთ ლიბერასტიას ისე 34 წელი ეცადნენ კაცო ვერ გადაგვაჯიშეს ხო გასაგები აი ეხლა ფიქრობდა რაღაც ასეთი კითხვა დამევა და უბრალოდ აი მაგალითად რაღაცას ვაფუჭებ მე რაღაც გავაფუჭებ ვიცი რომ ამ გაფუჭებულის გამო დამსჯიან მაგრამ მაინც ვაფუჭებ ესე იგი აქ ზეწოლას და ზეგავლენას ახდენს ვიღაც ჩემზე რო გავაფუჭო ის ხო გახრავი რატო უნდა ან თქვენ არაბი საემირატები ზეწოლას აკეთებს ხელისუფლებაზე ეგ კიდათ მითხრა არა თვითონ არაბები არა ვინმე სხვა ხელი ხო არ უნდა ეს უკვე თეორიებია მე მაგდენი არ ვარ არა მე ხო ეს თქვი უბრალოდ ჩემი მოსაზრება გავიფიქრე რა ასე რო ვთქვა წარმოგიდგენიათ აი უყურე გავიგე აი ისეთ დღეში ვართ ჩვენ რო გვეგონა რომ ლიბერასტია ყოფილა ტრაგედია ქვეყნისთვის რომ დაღუპვა და ბიჭო ეს საერთოდ უბედურებაა კაცო ეს კაცო იმას ჩემი სამყარო ამთავრებს მეთქი გეუბნებით კაცო აგერ კოპიანსკში ისე ინფორმაციის ხელისუფლება შევპირდი შარშან არა შარშან არა ეხლა რო აი კურსკის მერე ხმარო არა მოიღო ქართული დროშა რო დააგდო გაუპატროებულ გოგონაზე არასრულწლოვანზე ვიღაცა გარეწარმა შეიძლება ქართველიც არისო და ქართული დროშა დააგდო გაუპატროებულ გოგოსთან პადვალში და ის იმათაც მეტი რა უნდა აიღეს და აი ქართველებმა გააუპატროებეს და რაღაცაო ვთხოვე გამოდი თქვით რომ სახელმწიფო დროშა ეს ჩვენ გმოვთ და მიუღებელი ხმა არა მოუღიათ რატო იცი მაგათ სამყაროს იმათ მაგააკეთეს კაცო ეგ რუსებს გაეკეთებინათ მაგათ გააჩერებდი კაცო მე შევპირდი რომ რაგან ეგ აქ მოსულა ეგეთი რამე რუსეთის ტერიტორიაზე ესეთი მარაზმის და ხმას არიღებთ ნუ რა ვიცი მაშინ იქაც მოსულა რა და აგერ კუპიანსკში ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაზე ქართული დროშა ფრიალებს და დიდ მადლობას ვეუბნები იმ ბიჭებს იქ ვიდეოს მალე დაგიდებთ როგორც გამოვლენ უსაფრთხო ზონაში ეგრევე გადმომიგორებენ ეს ინფორმაციისთვის ბატონ თეგის კიდევ ერთხელ გეუბნებით და ნამდვილად არ მეგონდა რომ ისეთი კატეგორიის ხალხი დაიწყებდა შელამაზებას ეცდებოდა
ქვეყნის გამაუბედრებული პროექტის თუ რასაც ქვია აქციას თუ გაправებას როგორ იცი? თან ახლა ხო როგორ დაიწყეს? ჩვენ დემოგრაფია, ჩვენ რო დემოგრაფიას უნდა მიხედოს ხელისუფლებამ, თავი ხელისუფლების ექსპერტებმა. ეს არის პრობლემა, ხა ვითომ ამით უნდათ ქართველი ხალხის გულის მოგება, რომ არა ჩვენ ესეთები ვართო რა, ესეთი. მაიცა კაცო ერთი. და ისე კაცო შენ პატარა გამოიხედე აქეთ. შენ არ იყავი გუში რომ გამოხედი და რაღაცა ფურცელზე რომ დამიწერე. აი ეს პუნქტებად რომ ჩამომიყალიბე, კაცო. ამ პუნქტი ეს პუნქტი უნდა ჩაეწეროს, მეორე ეს პუნქტი უნდა ჩაეწეროს, მესმე რა ის პუნქტებს მიწერ ბიჭო. ქვეყნის გაუბედრების პროექტი ჩარტეთ და ამას მილამაზებ. თანაც გინდა რომ აი ეს ისე შემილამაზო, რომ ვითომ ქართველულად არა ხართ კაცო შენ. თქვენ როგორ შეიძლება ერთი ყოველ იმიდან ესე იხტუნავოთ კაცო. და ახლა გამოდიხარ და ეს საქართველოს უნდა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს იმას დემოგრაფიას მაგას ახლა ამბობ რატო დაინახეთო წამგებიანი პოზიცია და დაინახეთ რომ უბრალო ხალხი თავის სამღვდელოებიანა დიდი მადლობა იმ მოწყვლებს და ეკლესიას მაგის გამო რომ ატეხეს ერთი ამბავი და ნახეთ რომ უკვე ძალიან ცუდ ბინძურს იმაში შეხვედით ქართველ ხალხთან უკვე ბრძოლაში ჩემთან კი არა კაც მე რა უნდა მევამოთ კაც ძალიან რომ შეხვედეთ და სტატუსი ნარჩუნ იღებთ კი მიიღეთ უკვე კაცო ეგ სტატუსი ხო თანაც რა საინტერესო ყველა მილიონერია კაცო ვინც გვეჭხობება ყველა ფულიანი გვეკაჩავება კაცო ის კი არა ვიღაცა მშრომელი რაღაცა აი ან გულანთებული სუკა ყველა მილიონერი რა რატო იცი ბიჭო ზოგს რაღაცეები აქვს ზოგს იქ არაბეთში რაღაცა აქვს იქ რაღაცა აქვს თურქეთში რაღაცა აქვს ხა მე მაინც ვიცი და ხმა რა მომაღებინოთ კაცო რა თქმა უნდა ის მისი სამყაროა კაცო ფეხებზე არ კიდია ხა შენ ხვალ დგ აქ შავტუხა ბიჭები ბავშვები წამოვლენ თუ არა კაცო და აი ეს ინტელექტი რომელიც კავკასიაში იყო ქართველი გეოპოლიტიკურად ინტელექტი გეოპოლიტიკური მიმზიდვით წვიტალა ქართველი კაცო ამაზე კი არ ფიქრობ რომ ეს სტატუსი დაუბრუნოთ კავკასიაში ქართველს საქართველოს არა კაცო აი ეს შემოიყვანოთო და აი ეს ბევრ შაქარ კარაქიან პულს მოგწე შაქარ მოყრილსო და რა გინდათო მეტიო კაცო სამარცხვინოები ბატონო პატა შემოიყვანეთ გეუნებით აი კიდე ოფიციალურად გეუნებით თუ აი ოფიციალურად გეუნებით ჩემი პოზიცია ესეთია შემოიყვანეთ რუსის ჯარი მაინც აქ ადგას, არ შემოყვალო მაგას, მაგერი მიდგას, კაცო. უბრალოდ ვთხოვეთ რომ შენი ჭირება აქ მოდგეხარ, აი პატარა აქეთ გადმოიწიე თქვა, აგერ დამიდექი შენ აქ თქო და შენ თუ კიდე მეორე აგერ დამიდექი თქო. პირობას გაძლებთ. ეს პროექტი ხო აღარ გახორციელდება. ერთხელ და სამუდამოდ და ეს იქნება იმხელა დიდი ნაბიჯი გადადგმული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიული თლიანობის ჯერ აფხაზების გულების მოგების და მე ტერიტორიების უკვე პერსპექტივაში ჩვენი შვილები ვერ მოესწრებიან ამასაც გეტყვით. იმდენად გვაქვს ჩვენ მოთხრილი მაგ თემაში, რომ აი შვილებს მაინც დაუტყოთ შანსი მეტი, გეონებით დაუტყოთ, რომ მე აღარ იქნება. არაბიზაციიდან წამოსული თაობა ნაკლებად აინტერესებს აფხაზეთს და სამაჩაბლო. მისი სოფხედულება უკვე სულ სხვა რამე იქნება და ის არაბი კაცო, ჩემ სამყაროსთან კიდე გეონებით. სულ თაფლი და მურაბაშია განაცვალა. რაც არღისებია რუსეთს ის უბრალოდ არაბი ის აღირსა. ამიტომ კიდე ერთხელ რავი თქვით ახლა ეს გიჟია ოკუპანტია თვითონ რა. ესია ბატონო თენგიზ. დიდი მადლობა ბატონო. ატყდება ახლა პატა დროის შეზღუდვა გვაქვს ცოტაც და მადლობა მოგზაურობისთვის, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმას გეტყოდით, რომ ახლა გაჩუმების დრო აღარ არის. თქმა უნდა. კარგად მზადდებოდეთ, ეთერში იყო სპეციალური გამოშვება. კარგად მზადდებოდეთ.